ათომში მეუხტარ თავდასხმის ფაქტებზე დილიდან განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ეს არის შურიზიება კონკრეტულად გახარია წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვერ თავხდებოდი მე მასთან წარსულში და სავარაუდოდ ვერაფერზე თუ არა და ბევრ რამეზე მომავალშიც ვერ შევთავხდებით, მაგრამ ერთ რამეზე ყველანი თავხდებით, რომ იმისათვის რომ მომავალში საკითხებზე ვერ შევთავხდეთ, ეს მომავალი ჯერ უნდა მოვიპოვოთ. ამიტომ ნებისმიერი კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული ქმედება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ დასაგმობია და რა თქმა უნდა ვგმობთ კრიმინალური რეჟიმი ივანიშვილის სახით აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. ეს სჭირდება თქვენს მომავალს, ჩვენს მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს. ფაქტები რაც ჩვენ ნახეთ ჟურნალისტის დაპატიმრება და სხვების ბათუმში ახლა გახარიაზე თავდასხმა უკვე პოლიტიკურ ოპონენტზე ამგვარად დასწორება ანგარიშის ეს არის სწორედ დამახასიათებელი ავტოკრატიული ქვეყნებისთვის და ამას ვერ შეეგუება ვერც ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობა დარწმუნებული არ არის კიდევ უფრო მძიმე და უარყოფითი და ვერც საერთოდ საზოგადოება რომელიცთვისაც მიუღებლობა დღეს ამ რეჟიმის კიდევ უფრო თვალმატელი ხდება. ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსორება მიცემეთის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს არის კონფლიქტი, რომელიც მოხდა კონკრეტულად სასწავლოში დავალოდოთ გამოცებას. რაც შეეხება შეფასებებს, ის რომ გახარიას გუნდის წევრები ქართული ოცნების სიით შემოვიდნენ 2020 წლის პარლამენტში ეს საზოგადოება ძალიან კარგად იცის თავად გახარიას გახსოვთ თქვენ იყო არაერთი მინისტრის თანამდებობის პირი მინისტრი ქართული ოცნების ხელისუფლებაში და ბოლოს იყო თავის ცნობილ პალატამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ძალადობა არის მიუღებელი, იცით თქვენ ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს აუცილებლად, ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ. ვინც არ უნდა ვიყოთ, მედიის წარმომადგენელი ვიქნებით, მოქალაქე ვიქნებით, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა.